ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს, 39300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭი, იარაღის განხილვა ქართულად. გამარჯობოთ ბატონებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობოთ ბატონებო. შეუნდა გეთქვა, მაგრამ დავიცინე. ჩემით მოიხი. დამცინე კი რა, გე? დაგიშვე მეთქი. დამით მე. მან დავცინე. დიდი მადლობა. ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი იჯობდეს მამასო. ხო გაიგონია? არასოდეს უფროსებს არ დაცინო. მე ვიცი კიდე. რაიც. ისა ჯობია შვილოსა ფეხი გაუსატილოს. ეგ შენობაზე უნდა ეწეროს. ისა ჯობია შვილო. ეგ ძალიან კაისაა, რომ ფეხს ტილოსო გავუსვენ, ჭუს არა შეიტან სახში, ხო ეგრეა. აი. მეგობრებო. რავი 1000 და რამეს ვაკეთებთ ხოლმე ბატონო დავით, სოსისი გიჭამია? სოსისი კი, სოსისი. ქართულად რა ქვია? სოსისი, რა ქვია? მოწოწნიკი. მე სოსისეს რა ქვია? მე სოსისეს? მეწოწნიკე. მეწოწნიკე? მეწოწნიკე. რაღაც არის მის კარგად მეწოწნიკე. მოგედა. მე სოსისი. არის ეგეთი კაცი, გვარად არის გვინჯილია და იმანიცის საერთოდ ეგეთი რაღაცეები რა. მე მაგალითად რავი, შეიძლება მეწოწნიკე იყოს მანამ. რაცა ცუაცა ჟღეს რა. შენ რა მოკლედ მეგობრებო. სოსისის როგორ გითხრათ, როგორც ხაში არ არის ჩვეულებრივი საჭმელი, ანუ სოსისი მე მიესალმე ძალიან მოყარს. ხო და მაგას ვიძახი, სოსისი ქართველებს მოგონილი არ არის. გერმანელებმა მოიგონეს ან ჩეხებმა. გერმანელებმა შოკოლადიც ხო მოიგონეს. აპა არა. შოკოლადის განკეთება. კაკაოს. კაკაოს ადიზდება. ტროპიკებში. ანუ გერმანელი მაგას ვერ მოიგონებდნენ. კაკაოს იღებენ ნაყოფს, ფხვნიან, აკეთებენ მტვერივით, მერე კონსურებენ, ცოტა შაქარს უშრებენ, ეგ შენი შოკოლადი. ბევრს უზავ. წარე გამოვა, ცოტას უზავ, შეიძლება მოკლედ ეგლა შოკოლადზე, ნუ გადამიყვანე. ჩვენ მაგის დრო არა ქონდა რომ ეგეთი რამე მოგვეკონა რა. აი ესე კურკა არის, ესე დიდი კურკა არის და შეგინდებს პატარა რგოლები, ხო ვიცი? ეს შოკოლადზე მიგდებს რა. მოდი სოსისზე ვინამარაკო. სოსისი, ბატონო დავით. იყო ყველა ვარიანტში თბილისში სხვა კულტურა, რომ წავედით სასოსისეში. სასოსისების უმეტესობა იყო ფეხზე დგომილზე მიდიოდი, მაგიდა იყო ცხელ-ცხელ სოსის მოგიტანდნენ შავპურს და მდოქს. არახს არ მოგიტანდნენ. ლუდი იყო ხოლმე. ნუ შეიძლება იქ მებუფეტეს, ვისაც ეს ამ სოსის ხარშავდა, რაღაცა იქ მოტეხილი ქონოდა, წეზით არ იყო. მაგრამ წინდახედულ ქალაქელებს არაყი თვითონ მიქონდათ. და ამ ლუჩი ურევდნენ, ან ცალკე სვავდნენ და ვანომ ნერწყვი ჩაყლაპა. აფას გამოცდილი აქ. ხო და მაგის მოხარშვა ზოგს რა გონიეთ? ის მოდი წყალი ავადუღო, ჩავყარო და რამე ეგრე არის. აქ თავისი წესი და ადათი. კაი სოსისი რო გამოვიდეს. სახში ვაკეთებდი გამოდიდა ცუდი, ანუ ისეთი გემრიელი არ გამოდიდა და სასოსისში იყო კარგი. და ბოლოს მე სოსისეს ან მე მოწოწნიკეს უთხარი, როგორ აკეთებდით და საიდუმლო რეცეპტი გითხრეს. ხო, ნუ საიდუმლო როგორ, მაგრამ იცი რა მითხრა, წყალსო დაადგაო და სანამ ადუღდება არა, თითით გასინჯე ხოლმეო. აი რო ჩაყოფ უკვე და თითზე რო გიკმეს, აი დუღარი არ არის, არ დაუწყია დუღილი, მაგრამ შიგა თით ვერ გააჩერე. ვიღაცის თითიან სოსის ჭამე. დაიჯერე. უსასის რობოტ ქვი. ბიჭო, ნეკათიც ეხლა მოიგნებ ნეკათი ტაქსის დიადე. აი რა ბატონო დავით რა. დამიჯერო რომ ეგ ხდება ეგრე. შეიძლება ეხლა ქვეყანა რო განვითარდა სპეციალური რაღაცა იმას ჩაყოფ და გაჩვენეს ტემპერატურა რამდენია. მაგრამ თუ სახში აკეთებ თითით გასინჯეთ, თუნდაც ხელი დაიბარეთ მანამდე.
ყველა მესოსისეს ხელი აქვს სუფთა. აიგე? ხელსუფთა მესოსისე. მოკლედ ხელი ჩაყავით და ნახეთ. მოკლედ ეხლა ჩვენა გვაქვს. ვაიმე. საგულ. დამეცა შენის კამი. მოიტა საჭმელი მოიტანე ჯერ ძაღლის. კაი არა უშუალოდ. აი. ჩვენმა ძაღლმა ლეკვები დაყარა. ოღონდ ლეკვები სად დაყარა? კაი კითხვა. ქვემოთ სადაც არის ამისი ბუნადი. ხოდა რაღაცა ფერდები ჩაუშვიდა რა და. ამიტომ საჭმელი ამოუწა. ჩემიდანა გამოვიყენე მინდა. ჰა? უკვე გავხსნი. მოდი აბა აქეთ სულა მოდი. ერთხელ კი ვაჭამეთ, მაგრამ არც გვინდა რომ ბევრი მივაყაროთ, იმიტომ რომ აგე ფერდები უკვე ჩაუვარდა და მოდი ძალიან არის დასუსტებული რა. იმიტომ რომ ეს ლეკვები ამას ხო წოვენ, რა ქვია, ძეს. თან სადღაც შეიყვანა და ვერ იმაშურებით, რა ქვია, ლეკვები ჯერ არ გვინახია. ძალიან პატარები არიან. ადრე მახსოვს ერთი ლეკვი ყავდა და გამთარი იყო და ვერ გადაიტანა. ეგ შაშა, როგორ ვერ გადაიტანა? გადაიტანა? აი, კომოტო დარბის მაგის ლეკვებს ვეღარაცო. მაშინ პატარა იყო, ხლა გაიზარდა. მოდი. ჩვენ სოსის მივხედავთ. ანუ სოსის უხდება რა ბატონო და. შავი პური. აპა, შავი პური უხდება ეგ ერთია. ლუდი. უხდება ლუდი. ეს ღია იყოს? ა? ღია იყოს? არა, იყოს ღია, ხო. იყოს ღია. ხო, აი ეგრე. ლუდის ჭიქა უხდება, მაგრამ ლუდის ჭიქა აი გვაქვს. გვაქვს. ლუდის ჭიქა დახატვა. ანუ რაც არის რა. ლუდის ჭიქა კაია. ანუ უნდა იყოს თვითონ სოსისი აუცილებლად ის რა ქვია, დოგვი. მე კეჩუპით ჯომ ხოლმე. გავეკიტრი მიაყოლოთ. მეტი ამას არაფერი არ უნდა. და ქვაბი. აი შეხედეთ. ეხლა კიდე უფრო ცოტა მეტია რა. ამ ეხლა სოსის შავყრი ბატონო დავით. და შეუფითილოთ, მოდი აქედან ისინი მომაწოდე. რა. აი, რა ქვია თვითონ შეშა. შეშა. და რომ დაიწყებს დუღიც, ერთი წუთი უნდა და უნდა ამოვიღო. კაი, შეშას მოგცე მაი. მომეცი? კიდე აი იმოიცა ყოლები კარგად. აი ეს დაიწვევა. წული მომეც, წული. ეს რაღა ეგ მახინჯებს მოზე, აი ხო. მარა ეგ მაგრა იწვის. ჰა? კიდე მომეცი? თუნდაც ცოტა პატარა ისეთი. კიდე? აი ახლა რომ დადუღდება. ზუსტად ერთი წუთი უნდა და გამოდის უგემრიელესი. თუ სხვანაირი ტექნოლოგიით გააკეთებთ, გამოგივათ ისეთი, როგორიც გამოგდით ხოლმე. ანუ როგორიც მე გამოვდი და როგორც ყველას გამოდის, მაგრამ აი სასოსისის პეცი რაც არის, აი ეს გემო თუ დაგილევიეთ. მაგას გასინჯავთ ახლა და ბატონო დავით ნახავ კარდინალურად განსხვავდება. კარდინალურად რას ნიშნავს? კარდინალურად გეტყვი რას ნიშნავს, უყურე. ეს ორივე რა არის? ჭიქა. ანუ ესენი კარდინალურად არ განსხვავდება. ეხლა გეტყვი რა. ეს რა არის? დიდი. ეს? ჭიქა. ანუ ერთმანეთს ხო ძალიან განსხვავდება. აი მაგას ქვია კარდინალურად განსხვავდება. აი ეს ორი ჭიქა. ჭიქა და ფილმი რო შეაგერდა. რკინისა ყური აქვს, ხო? მოჭიქული ეს არის შუშის, მაგრამ აზრით ორივე ჭიქა. ეს ჭიქა არ არის, აბსოლუტურად ჭიქა არ არის, არც ეს არის აბსოლუტურად თითი. ანუ ესენი ერთმანეთისგან განსხვავდება? ძალიან, ან კარდინალურად. ეს რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ორივე რა არის? თითი. ერთია წერა, მეორე საჩვენებელი. მაგრამ ორივე რა არის? თითი. ანუ ესენი ერთმანეთისგან კარდინალურად არ განსხვავდებიან. ხო, ოღონდ განსხვავდებიან, კარდინალურად არა. ორი ავტომანქანა არ განსხვავდება კარდინალურად, ხო? განსხვავდება ავტომობილი და ხიდი მაგალითად. ან გინდა ქცევა, ხო? მე ყოველს იკეთებს უკეთებ. ყური და ფეხის თითი. ვიღაცა ქვეყანასაც ძარცვავს და ყოველას სულს უკეთებს. ანუ ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ეს არის ბოროტი, ეს არის კეთი. ცეცხლი და წყალი რო აიღოთ ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ორი სტიქია იგიც კარდინალურად განსხვავდება. ანუ ხო გაიგე რაც არის კარდინალურად. არა. რა არის ადამიანს არ უნდა უთხრა ერთი თქვი, თუ რამეს უხსნი, უნდა უხსნა კაპიტალურად. კაპიტალურად ნიშნავს უცოდ გაიგე?
ძირფესვიანა, თუ სამუდამოდ დაიმახსოვს. მოდი, აბა ეხლა ჩავხედოთ ამას. აუ, ფესვე ეხლა ეს გამახსენდა. ადუღდება, ეს გაზიარა უცებ მოუვდია. ფესვე წამოდუღდება და ამოვალაგებ და გაჩოკლეთ. ზუსტად 1 წუთი გავიდა რა. ბატონო დავით. სოსისთან კაია მალე კესება და გემრიელი. 1 წუთი ადუღებიდან. აი ეს. რო თან არის ის უყველა სოსისი არ უნდა მოიღო იმიდან რა ქვია საიდან ქვაბიდან ცი რატო რატო თბილად რო იყოს აი ეს ნახოთ აი ეს არის ჩავტოვოთ და იყოს თბილად ისე ამ ქოხში სოსისის სუნი არ დადგომია არ დატრიალებულა არ დატრიალებულა ეხლა მე შეგასწავლეს როგორ ჭამო ის დანამომიცი შენი ჩამ გავხსნა აი გავლეს ვა ეგ რა იყო ჰა კაი კითხვა ლუც დაგისხავ ცოტას მე კაი ჯორა კარგი ეხლა მე არ ვიცი რამდენი უნდა დაგისხა კაფი რომ მოყვება ეს მე კაფს რომ ასმევდი ხოლმე კაფი უფრო მოყვარს მომის ეხლა ბატონო დავით კაფი მოდი ავიღოთ სოსისი შუაზე გავჭრათ ნახევარი ნახევარი უყურე სოსისზე ლუდი არის კაი მაგრამ ბევრ ლუდს სოსისთან ვერ დავი შეიძლება ერთი კათხა მიაყოლო უფრო თუ გადაწყვეტ რამეს დალინო ხო არაყი უნდა მიაყოლო პურე შეც დოგვი აუცილებელია ამას ესე ჩაყბიჩავ სასურველად კაც უნდა სოსისი იყიდოთ ნუღურია ნო აუცილებლად ლუდით შეგიძლიათ სადღეგრძელოთ არ ეს ქართული ლუდი არ არის მით უმეტეს არც მთიური ლუდი არ არის გაგიმცადეთ მოგი ცხვირში გაგამწარა ხო ამიტომ მე უყურმა ხოლმე სადღეგრძელოს მოდი ჩვენი ავად მაყურებლებს გაუმარჯოს ამით მოდი როგორც ეს მალე შარდად იქცევა ისე მაგათი ტუტუცური აზრები ყოფილიყო შარდად პურე გასასწავლი როგორ სასწავლია პურს მე კეჭუბი დავხვალ ისე აი კეჭუბი და არა ამას მჟავე კიდეც უხდება აი ეს მეტი არაფერი არ უნდა კაიგია მე გაიზები და საქმე ჩაგივარდება რომ სოსისი გავაკეთოთ ლუდი არაყი შავი პური მდოგვი კიტრისები всё მეტი არაფერი არ გინდა მეც უკვე დავილოცო უკუმა კი არა ხო აი ვთქვი რა კერებს გაუმარჯოს აი ეს ხდება მეგობრებო ქალაქური სოსისის მოხარშვა აი ესეთი ტექნიკურად აი ესე გააკეთეთ და ნახეთ და რა ვიცი თუ ცუდი გამოვიდა მე აიღეთ ჩვენ სადღეგრძელოს ლუდით დაგით ვინც ლუდით ერთმანეთს სადღეგრძელებთ ამაზე ნუ გეწყინებათ ჩვენ ეგეთ კულტურაში ვართ გაზრდილები ამიტომ ეგრე ვიძახით თქვენ ისე თქვით მოიცი მე რო წელი ძუძები გლოსამინო არ გაბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეო